ახალი ინგლისურენოვანი გაზეთი უცხოელი ტურისტებისთვის. საჭირო ინფორმაცია საოჯახო ტიპის სასტუმროების, ბინებისა და უძრავი ქონების შესახებ საქართველოში ჩამოსული ვიზიტორები გამოცემა Public Registry-ის საშუალებით გაიგებენ. გაზეთს საჯარო რეესტრი გამოსცემს და მისი ფასი 20 თეთრი იქნება. უკვე დაბეჭდილია მისი პირველი ნომერით, სადაც 500-მდე ინფორმაციაა განთავსებული. გამოცემის შეძენა აეროპორტებში, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებში, საჯარო რეესტრისა და იუსტიციის სახლებში შეიძლება. სოფო მდინარაძე გიამბობთ. თბილისის ყველა ისტორიული და ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერებას 6 დღის განმავლობაში აპირებენ. ამიტომ ტურისტულ რუკას კარგად ეცნობია. საქართველოში 2 დღის წინ ჩამოვიდნენ, მცირე ტიპის სასტუმროს მოძებნაში კი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი დაეხმარა. საქართველოში პირველად ჩამოვედი და კიდევ 6 დღე დავრჩები. მინდა ყველა ისტორიული და ღირსშესანიშნავი ადგილი დავათვალიერო და იმედი მაქვს ეს დრო საკმარისი იქნება. მომწონს თბილისი, მთავარი კი ის არის, რომ აქ ტურისტის კომფორტზე ნამდვილად ზრუნავენ. ეს არის ჩვენი გაზეთის ინგლისურენოვანი დანართი, სადაც არის განთავსებული განცხადებები უძრავი ქონების გაქირავების შესახებ და მოიცავს მთელი საქართველოს ყველა რეგიონს. საქართველოში ჩამოსული ტურისტის საოჯახო ტიპის სასტუმროების, ბინების და სხვა უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის მიღებას უკვე გაზეთის საშუალებით მათთვის გასაგებ ინგლისურ ენაზე შეძლებენ. გაზეთში საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია დეტალურად იქნება დაწერილი, რომელსაც ტელეფონის ნომერიც ექნება მითითებული. Public Registry საჯარო რეესტრის მიერ გამოშვებული გაზეთის დანართია. როგორც საჯარო რეესტრში ამბობენ, Public Registry საქართველოში სასწავლებლად საქმიანი თუ ტურისტული ვიზიტით ყოფისთვის საუკეთესო საშუალებაა, რადგან გაზეთის მეშვეობით ბინის მოძებნა გაუმარტივდებათ. ჩვენ როდესაც გადავხედეთ ბაზარს, ნახეთ რომ ეს სეგმენტი საკმაოდ დაუთავსებელი იყო. მინდა გითხრათ რომ ის ექსპერტები რომელსაც ჩვენთან ჩამოდიოდნენ სტუმრად მათი მხრიდანაც მხოლოდ მსგავსი განცხადებების მოძიების მოთხოვნა და გადავწყვიტეთ რომ ეს პროექტის დასაწყისში გასაზრდელი რომ გაზეთს ექნებოდა ინგლისურენოვანი ჩანართი, სადაც განთავსდებოდა პირველ რიგში განცხადებები ბინის უძრავი ქონების გაქირავების შესახებ. თუმცა ჩვენ უფრო ვფიქრობთ რომ შემდეგ ეს გავაფართო და გაყიდვების განცხადებებიც გახდეს ინგლისურენოვანი. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებში ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი საოჯახო ტიპის სასტუმროების და ბინის გაქირავების შესახებ ინფორმაციის მიღებას ყოველ დღეს ცდილობს. გამქირავებელთან დაკავშირება ტურისტს ხშირ შემთხვევაში შუამავლის დახმარებით უწევს. საინფორმაციო ცენტრში ამბობენ, რომ ამ გაზეთის საშუალებით ტურისტი თავად გადაწყვეტს, რომელი საცხოვრებელი აირჩიოს. საკმაოდ ხშირად კითხულობენ იაფი საოჯახო სახლის ტიპის განთავსების საშუალებებს და ასევე კერძო ბინებსაც. ამასთან აქედან გამომდინარე ასეთი ტიპის მომსახურება, როგორც იქნება გაზეთში განთავსებული ინგლისურ ენაზე, ბინების შესახებ ინფორმაცია ძალიან დაეხმარება მათ. ჩვენი ბიზნესის განვითარებაში ძალიან დიდ თანხებს დებთ რეკლამებში. აქამდე, მაგრამ აი ეს რომ შემოგთავაზეს ახლა ჩვენ უფასოდ ასე ვთქვათ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ იმ თანხების გადახდა აღარ დაგჭირდება. გაზეთის შეძენა ტურისტს აეროპორტში, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებში, საჯარო რეესტრისა და იუსტიციის სახლებში შეეძლებათ. ტურიზმის სააგენტოში ამბობენ, რომ ამ გაზეთის საშუალებით მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეები მეტ ტურისტს მოიზიდავენ. დამსვენებელს კი არჩევანის გაკეთების მარტივი საშუალება მიეცემა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე, მცირე ზომის განთავსების საშუალებების, გასაქირავებელი ბინების, სახლების შესახებ უფრო მეტად მოსახერხებელი იქნება, როგორც საქართველოს მოქალაქეებისათვის, ისე უცხოელი ტურისტებისათვის. ეს ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება საქართველოში არსებულ ყველა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში. Public Registry-ის პირველი ნომერი უკვე დაბეჭდილია და მასში 500-მდე ინფორმაციაა განთავსებული. ინგლისურენოვანი გაზეთი ტურისტებისთვის კვირაში ერთხელ გამოვა.